მოვამზადებ მარტივ და რაც მთავარია მსუბუქ სალატს. მობრაწულ ფრანგული ბრის ყველით, სალათის ფურცლები ამოვლებული ბალზამიკოს და სეზამის მარცვლების ზეთის დრესინგში და უგემრიელესი ჟოლოს ჯემით. ახალი წლის შემდეგ ყველაზე მეტად გვჭირდება ნაკლებად კალორიული, ვიტამინებით სავსე და მსუბუქი კერძები. ამიტომ ვამზადებ შემწვარი ყველის სალატს. დავიწყეთ. ყველი ბრი სალათის მთავარი ინგრედიენტი. დავჭრა დიდ კუბებად. ეს არის ფრანგული ყველი, საკმაოდ განსაკუთრებული გემო აქვს და ძირითადად საფრანგეთშიც წვავენ ამ ყველს. და მიირთმევენ ჯემთან ერთად. დაგვჭირდება 300 გრამი ყველი ბრი, ცოტა ხანი გადავდოთ. 2 კვერცხი, მთლიანი კვერცხი. ვაკეთებთ პანირებას. ანუ ვავლებთ ყველს ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში კარგად, ისე რომ სქელი ფენა გაიგეთოს და ბოლოს საფანელში. ერთი. ვიმეორებთ იგივეს, ჯერ ფქვილი, კვერცხი და საფანელი. ბოლო. ბლომად ზეთი ჩავასხა ტაფაში, ცოტა ღრმა ტაფა დაგვჭირდება. $500 მილილიტრი ზეთი. კარგად გახურდეს და მერე ჩავყაროთ ყველის კუბები შესაწვალად. ზეთი გახურდა. ჩავდოთ უკვე ყველის კუბები ზეთში და კარგად დავბრაწოთ. სანამ ოქროსფერი არ გახდება. მოვამზადოთ მსუბუქი დრესინგი, შავი ბალზამიკო 30 მილილიტრი და სეზამის მარცვლების ზეთი, რომელიც თავისებურ არომატს მიცემს, რა თქმა უნდა, და კიდევ უფრო გემრიელს და განსაკუთრებულს გახდის სალატს. კარგად აურიოთ. ამოვატრიალოთ ყველის კუბები, უკვე სამხრეს კარგად დაიბრაცა. მეორე მხარესაც ესევე უნდა დავბრაწოთ და 2 წუთში უკვე მზად იქნება. როგორც იცით, საფრანგეთში ყველაზე ბევრი სახეობა არსებობს ყველის, ამიტომაც მათ აქვს განსაკუთრებული და სხვადასხვანაირი კერძები, სადაც მთავარ როლს ყველი თამაშობს. ყველის კუბები მზად არის. გადმოვალაგოთ გაფაზე. ეხლა ვიწყებთ სალათის აწყობას. სალათის ფურცლები, ლოლა როსა, პომიდორი 1 ცალი. დავფლითოთ სალათის ფურცლები. ამოვარჩიოთ ყველაზე ლამაზი ფურცლები. ეს უხეში ღეროები არ დაგვჭირდება. ხილად დავფლითოთ, აუცილებლად ხელით, რომ არ ჩავარდეს სწრაფად ფურცლები და უფრო ფუმფულა და მაღალი გამოვიდეს სალათი. მოვასხათ დრესინგი. ბალზამიკოს და სეზამის მარცვლების ზეთის დრესინგი. ხელით ამოურიოთ, თხილად, ისე რომ ლამაზი დარჩეს თვითონ ფოთლები. გადმოვიტანოთ თეფშზე, ჯერ მხოლოდ ფურცლები. ერთი პომიდორი,
აი ესეთ ლამას თხელ ნაჭრებად დავჭრათ. დავალაგოთ თვითონ თეფშზე. შემწვარი ყველის კუბები. ყურძენი, რომელიც ყველაზე მეტად გვხდება ყველს. შავი ყურძენი. რამოდენიმე მარცვალი მოვაყაროთ ზემოდან. კიდევ უფრო გემრიელი, მსუბუქი და არომატული გახდება სალათი და ბოლოს ფრანგების ტრადიციას არ ვარღვევ და შემწვარ ყველს ზემოდან მოვასხავ ჟოლოს ჯემს. სუბუქი ფრანგული შემწვარი ყველის სალათი მზად არის. რაც თავარია ნიგოზი აქ არ არის.